პირველი რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ სარწმუნოებაზე, ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ვენდობით ან ვენდობით, ზოგადად რეჟიმის პირობებში ყოველთვის არის აცდენილი რეალობას ამ ტიპის კვლევები. ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ასეა. ამიტომ სარწმუნოებაზე ეს მაინც არ არის დამოკიდებული რომელიღაც კომპანიის. კი, რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც არის ფაქტორი. მაგრამ თვითონ რეჟიმი არის ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვა მკვლევარებთანაც უჭირთ. ეს მოცემულობა არის, როგორც არ უნდა შევაფასოთ. ამიტომ სანდოობას ცალკე რომ გადავდოთ. რატომ დაჭირდა ახლა და რატომ შემოაგდო ახლა ქართულმა ოცნებამ ეს თემა? მან ერთი იყო ძალიან საინტერესო, თავადაც რომ შეიმცირეს თავიანთი პროცენტები, იმდენად თვითონაც ხვდებიან რომ ამ ძიმე მდგომარეობაში არიან, რომ აი რაღაცა ეს კოჭი გაუგორეს საზოგადოებას და 4%-ით თუ 5%-ით ნაკლები დაიწერეს, ну შეიმცირეს თავიანთი 16.4 არც ისე ცოტა. არა, მან ანუ ეს აი ხო ხედავთ ობიექტურები ვართ, ხო ცოტა მოგვაკლდაო, მაგრამ ადრე ხო 61-ზე ნაკლები არ დაუწერიათ, ხო, ეგეთი მოცემულობა. ხო, რატო შემოაგდეს ახლა? დიახ, მე ამასთან დაკავშირებით ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ვინაიდან ისინი ვერ ქმნიან ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს და აი რაღაცა უნდათ შექმნან ილუზია, რომ რაღაცა პოლიტიკური პროცესი მიდის და აი რაღაცა იმ მხარეს წაიყვანონ მსჯელობა, რომელზე მსჯელობა საერთოდ არაფერ შუაში პროცესს ვერ ქმნიან, აგერ დაკავებების სერიას ვადევნებთ თვალს. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ყოფილი მაღალჩინოსნების აბა არის ეს არ არის ეს პოლიტიკური პროცესი. წმინდა სამართლებრივი პროცესი. აი მოდით ხო და სწორედ ამას ვნახოთ. ნახეთ როგორი ამბავია. პოლიტიკური პროცესი რომ შეიქმნას ეხლა ჩვენ თუ ვიტყვით ეხლა აი ნახეთ ეხლა ერთმანეთზე თუ ვილაპარაკებთ აი გამოვიდა დანარჩენი ბოიკოტის მომხრე პარტიები და ამბობენ რომ აი რაღაცა ეჭვებია და ეს იმიტომაა რომ გახარია და ლელო შეკრულები არიან თუ რაღაცა ან უნდა იყოს გარეწარი ან სასარგებლო იდიოტი პირდაპირ თქვა ანა წითლიძემ ცოტა ხნის წინ იმ პარტიების მისამართით ვინც მონაწილეობს არჩევნებში დაიტოვოს თავისი აზრი თავისთან საერთოდ არ მაინტერესებს მისი აზრი რამესთან დაკავშირებით, მით უმეტეს ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. აი ახლა ნახეთ რა არის ყველაზე მეორე დავასრულებ. ახლა პოლიტიკურ პროცესს დაკავებასაც რაც შეეხება, აი ახლა ვიღაცა მეორე თუ მესამე ხარისხოვან მას რაღაც თანამდებობის პირებს, ყოფილ თანამდებობის პირებს რო იკავებთ, მინისტრებიც რომ დაიკავონ. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ სისტემა, რომელიც არის კორუმპირებული, უნდა შეიცვალოს. თუ სისტემა, კორუმპირებული სისტემა არ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს? ხვალ მეორე რომ მოვა ის მოიპარავს მესამე სისტემა მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც იარსებებს ბალანსი შტოებს შორის. თუ ბალანსი შტოებს შორის არ არის და ერთ ადამიანზე და ერთ ჯგუფზე არის სისტემა ჩამოკიდებული, იქ ყოველთვის არსებობს კორუფციის, რა ვიცი, საფუძველი და შესაძლებლობა. ამიტომ ამბობ, რომ ეს არ არის, ეს არის ილუზიის შექმნა, ფსევდო რაღაცა ყვითელი პოლიტიკური პროცესის რაღაც იმიტაციის შექმნა. ამიტომ ამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ჩვენ გვჯერა, რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში არჩევნები არის პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და დემოკრატია არჩევნების გზით ხორციელდება სახელმწიფოში. ის რომ დღეს ასე არ არის და ეს შეზღუდული არ ნიშნავს იმას, რომ ეს რწმენა არ გვაქვს. არჩევნების გადარჩენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან მიუღებელი სწორედ ეს არის, როდესაც ჩვენი კოლეგები ამბობენ, რომ თქვენ რეგიონ დავიაროთ და უნდა მოუწოდოთ ხალხს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონო. ეს არის ის რისი ჩაბეტონება სურს ქართულოცნებას. ისინი აგერ გეგმავენ წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნას, უკვე გამოაცხადეს ვებგვერდში, სადაც ხდება მათი მხარდამჭერების რეგისტრაცია. მათ კონკრეტული ამოცანები ექნებათ, მათ შორის შესაძლებელია, ასე ვთქვათ, გარკვეული, არ ვიცი, წინააღმდეგობის გაწევა თქვენი საარჩევნო კამპანიისთვის ან დაუპირისპირებენ თქვენს საარჩევნო კამპანიას თავის ანტისაარჩევნო კამპანიას და ბოიკოტის კამპანიას. ეს სიურეალიზმია, არ ვიცი, ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა გაეკეთებინა რეჟიმისთვის ვინმეს, აი წარმოუდგენელია, რომ რეჟიმი, რომელსაც მთელი თავისი, ასე ვთქვათ, სისტემა აწყობილი აქვს იმაზე, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი და საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ და მაინც ისე იქნება, როგორც მე მინდა და რასაც მინდა იმას დავწერ და ჩემია ეს ქვეყანა და საჯილდაო თქვა აქ გამოყენებული საქართველო და ამაში ხელი შეუწყო, კი ბატონო
ბატონო 100 აბარა შენ როგორც გინდა რამიშო რა აზრი აქვს არჩევნებზე სიარულს და რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას. ანუ პრაქტიკულად მე ხო გეუბნებით, აი მართლა ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მაგან მიმდებარედ უფრო მეტად სჯერათ, ან თითქმის ისე სჯერათ ქართული ოცნების უძლებლობის, როგორც ქართული ოცნების ხარდამჭერებს. ისიც შემცირებულები არიან. აი უძლებლობის როგორ შეიძლება გჯეროდეს რეჟიმის თუ შენ მას ამ რეჟიმს ებრძვი. ან თქვენ გჯერათ იმის, რომ შეგიძლიათ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება დაამარცხოთ? მე გეტყვით რისი მჯერა? მე მჯერა იმის, რომ შესაძლებელია რეჟიმის შესუსტება. იმიტომ რომ თუ ბრძოლაში არ შედიხარ რეჟიმთან და ამბობ, რომ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებ, არჩევნებში არ შევდივარ, არ ვიბრძვი ადგილზე, თბილისში, რეგიონში, არ ვიბრძვი რეჟიმთან, უბრალოდ ბოიკოტის გამოცხადება, აი არ ვიცი, ვერ ვხედავ ამას რეალურად, მართლა რეალურ გეგმას ვერ ვხედავ, აი როგორ ხდება ამ ბოიკოტის გამოცხადებაში დისკომფორტის შექმნა ქართული ოცნებისთვის ძალიან მაინტერესებს. აი მართლა წარმოუდგენელ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რომ ეხლა ოპოზიციამ უნდა გვდიოს, დანარჩენმა ოპოზიციამ ჩვენ უნდა გვდიოს და ხელი შეგუშალოს არ იმაში რა ქვია, შეხვედრებში თუ ჩვენი კამპანიის წარმოებას ამაზე ლაპარაკობ, ეხლა შეიძლება მე ვერ გავიგე თქვენი ნათქვამი. ამას ამბობს ოპოზიცია, არა მსგავსი რო ახლა მე უნდა ჩვენებს მისცემენ, არ ვიცი, მაგრამ თავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს სახლში და ბუნებრივია არ მივიდეს არჩევნებში. და რასაც უნდა იმას დაიჭერს, მე იბრუიო და მარტივი ამბავი, აი მაინტერესებს ადამიანები იმიდიან არჩევნებს და იქ სხვა ვიღაცა ბოიკოტისტები ხვდებიან და ეუბნებიან ნუ შეხვათ საარჩევნო უბანზე. ამას აკეთებს ქართული ოცნების ზონდერები აკეთებდნენ ამას წინ არჩევნებზე. არ მიხვიდეთ არჩევნებზე დაჯექით სახლში. ანუ ეს ახლა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, წარმოუდგენელ ამაზე ლაპარაკობთ. არ ვიცი, რა გასაკვირია იმ პირობებში, როცა დარწმუნებული აგერ ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის წარმომადგენელი, რომ გარიგება შედგა ბიძინა ივანიშვილსა და არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის დაგიბრუნდებით. მაგაზე ჩვენ მოვისმინეთ სხვათა შორის ახლა როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძე მომყავდეს ახლა აქ რაღაც ის საბუთად მოწმენთ, რაც მათ ერთმანეთზე, რაცაც ისინი ერთმანეთზე ლაპარაკობენ. ნახეთ როგორი ამბავი არის ნაციონალური მოძრაობის დიდი დამსახურება არის ის, რომ ქართული ოცნება ამდენი წელი არის ძალაუფლებაში და ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან დიდი წვლილი ნაციონალური მოძრაობის. და რა არის ამის საფუძველი? მე ჯერ იმაზე გეტყვით, რომ ამბობენ, რომ აი საიდან გაქვთ ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით აკეთებთ, იღებთ გადაწყვეტილებს და აკეთებთ განცხადებებს, რომ ხალხს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას. ეხლა მე გურიაში გურულები როგორ ამბობენ ცით ბოიკოტისტებზე? გვტიებენ აბდლები ბიძინას ხახაშიო? ამას ასე ამბობენ, ბოიკოტი რომ ვერ გაუგიათ, რას ნიშნავს ეს? რა იქნება მომავალში, ეს კი ძალიან საინტერესოა საპარლამენტო არჩევნებზეც როცა არის საუბარი, აი ხვალ რომ ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, შედიან ეს პარტიები ამ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლაში, თუ არაფერი იცვლება, იგივე ცესკო რჩება, იგივე სასამართლო წლები დაჭირდება რომ შეიცვალოს, იგივე პროკურატურა, იგივე ქართული ოცნება, იგივე ინბანიშვილი, იგივე კობახიძე შედიან. ნახეთ როგორ არის პოლიტიკა რეალობის ხელოვნება. უნდა იმოქმედო მოცემულ დროს და მოცემულ პირობებში რაც გააქვს. ჩვენ ვიცით ეს რომ არჩევნებში უნდა შევიდეთ და ვიბრძოლოთ და ვიომოთ და უნდა დააბარწმუნოთ საქართველოს მოქალაქეები რომ საქართველო არის მათი და ვერცერთი რეჟიმი ვერ გამოეკერება 30 და 50 წელი. იცვლება ჩვენს გარშემოც ყველაფერი და მართლა არ აქვს ამ ხელა ძალაუფლება ქართულ ოცნებას. საქართველოს ხალხმა საკუთარი ძალა რომ მირწმუნოს, დამიჯერეთ ძალიან სწრაფად შეუძლეთ არათუ რეჟიმის შეცვლას, არამედ ისევ იმ ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, რომელი გზიდანაც ავწდით ყველანი და წავედით. სიმართლე გითხრათ, აი დიდ სიებს, გაერთიანებულ სიებს ქართულ 2012 წელს რო იყო მაგალითად რაღაც აჯაფსანდალი. მე რაღაც სკეპტიკურად უყურებ, თუ ესე ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ძალიან სკეპტიკურად უყურებ პირიქით, როდესაც იყო დიდი ოპოზიციური, რაღაცებს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი. ასე, ჩემთვის ესე არის, იმიტომ რომ ნახეთ აგერ 2012 წლის არის ეს გამოცდილება, მე გეტყვით მერის მომხრევარ და რატომაც მომწონს, როცა თუ ამბობ რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი 12
2012 წლის. კი, მოიპოვა, მაგრამ კი, გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მე როგორ გამithარდა მოვლენები. გეტყვით რისი თქმა მინდა დავასრულებ თუ შეიძლება. როდესაც ჩვენ ვუჭერდით მხარს იმას, რომ ქვეყანაში ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ჩემთვის ეს იყო როგორც საფუძველი იმის, რომ პარტიული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. პარტიული პოლიტიკა იმიტომ კი არ მინდა რაღაცა კონკრეტული სახელი და გვარის და რაღაც იდეის თემა. ეს ნიშნავს პასუხისგებლობის თემას. პოლიტიკური პარტიის განვითარება მინდა, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის წევრს ექნება ანგარიშვალდებულება კონკრეტული ადამიანის კონკრეტული მოქალაქის წინაშე. პრობლემა ეს არის, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და გჭირდება აი ამ პარტიული პოლიტიკის განვითარება და შემდეგ კოალიციური მმართველობა. ამიტომ მინდა რომ ამიტომ მომწონს ეს და ამიტომ მივესალმები პარტიების განვითარებას. ზოგადად ხოდესმე უნდა მივიდეთ რაღაცა ცივილიზებულ სამყარომდე და ჩვენს ხომ უნდა რაღაცა სახელმწიფოს საფუძვლები შევქმნათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩემთვის, რომ სისტემური ცვლილებები დაიწყოს ქვეყანაში და ერთი ცვლილება უბრალოდ ცვლილებისთვის არ იყოს და იყოს რეალური ცვლილებისთვის. გამორიცხული არ არის? ანუ გამორიცხული რა თქმა უნდა არ არის. მეტი ჩემი ლაგიხარ ახლა დიმიტრი გელოვანი შეიძლება ვერ იპოვო. რაღაც ადღაც მაგალითად ქუთაისისთვის. გამიხსოვთ იმ ვერსიასაც რომ შესაძლებელი იყოს მაგალითად მერი და ვიცე-მერიორის ერთად წარდგენა ხდებიყოს მაგალითად როგორც ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ასეთი კამპანიაც იყოს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად იყოს. რა თქმა უნდა, გვაქვს რამდენიმე ვერსია. გვაქვს ის, რომ არაპარტიული ადამიანები, გვაქვს იქნება რიგ შემთხვევაში, სადაც პარტიულები იქნება, ზოგ შემთხვევაში ლელო იქნება, ზოგ შემთხვევაში ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან, ასეთი ვერსიებიც გვაქვს კანდიდატები ისეთ, რომ გვაქვს რაღაც საუბრობთ რამდენიმე კანდიდატზე ისეთ, რომ საერთოდ აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა შემოსული. სხვათა შორის ძალიან ქალები გვეყოლება, ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ესეც, ახალგაზრდები, ქალები და ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანის შემოსვლა. მე გელაპარაკებით რეგიონებზეც და არა მხოლოდ თბილისზე, იმიტომ რომ ეს არის გენერალური რეპეტიცია, ხო თქვით თქვენ, შეიძლება იყოს გენერალური რეპეტიცია, შეიძლება იყოს უბრალოდ მორიგი ნაბიჯი, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, აი მაშინაც კი როცა რეჟიმს გაუშვებთ და ახალი კოალიციური მმართველობა იქნება, ჩვენ ბრძოლის შეჩერების უფლება არ გვაქვს. მე მიღწეულია შეთანხმება თქვენ და ლელო ძლიერ საქართველოს შორის კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორი ფორმით ვარჩევთ, ხო? მაგას მეკითხებით თუ კონკრეტულად ალბათ შესაბამისად მიდის საუბარი ალბათ რამდენიმე კანდიდატზე, ხო? ეს თქო უნდა იყვნენ გამოკვეთილი კანდიდატები და მიმდინარეობს დისკუსია ამ კანდიდატებზე. კი, არ მხოლოდ კანდიდატებზე, კომისიის წევრებზე, შტაბებზე, საბებში როგორც უნდა იყოს, ხო? ინტერესის მთავარი საგანი ამ შემთხვევაში არის კანდიდატი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლომდე 100%-ით ვინ იქნება ქართული ოცნების კანდიდატი, ცოტა დაბნელობა გამოიწვია მათმა დღევანდელმა, ასე ვთქვათ, განცხადებებმა. ალბათ ამასაც უწევთ ხო ანგარიშს? დამერწმუნეთ, აი დაგვიჯერეთ ძალიან, თქო გიორგისაც დავიჯერეთ და ასეთი მდარე ხარ, აი მდარე რაღაცა კამპანია რო აქვს ეხა ვინ არის და ასეთი რამე ჩვენ არ გვექნება, დამერწმუნეთ ჩვენ ყველაზე საჭირო დროს ისე როგორც ეკადრება საქართველოს ხალხს, ისე წარუდგენ ჩვენს კანდიდატებს და კამპანიას გვექნება ისეთი, რომელსაც იმსახურებს საქართველოს ხალხი და არა ის, რასაც აი ხა ქართული ოცნებას თავაზობს. ყოველ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან იქნება კახი კალაძე, შესაბამისად ალბათ თქვენც პოლიტიკური ლიდერი უნდა წარადგინოთ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. რატომ არა? რატომ? არ არის აუცილებელი. რა ვიცი, თუ ვიტყვით ესეთ რაღაცას, როგორ გითხრათ, თუ გინდა იყო წარმატებული, მოიქეცი ისე, როგორც შენგან არავინ ელოდება, ან შეხედე ისე, როგორც იქცევა ყველა და შენ მოიქეცი განსხვავებულად. დავტოვებთ ამ ინტრიგას, პოლიტიკურ ინტრიგას, ვინ იქნება, როგორი იქნება, რა ტიპის იქნება, ერთი იქნება, მერი და ვიცე-მერის კანდიდატი იქნება. ამაზე ყველაფერზე ხა მივმსჯელობთ და ჩვენ აი ესეთი როგორ გიხართ მდარი ხარისხის ინტრიგების დაგდება არ გვჭირდება როგორც ახლა ქართული ოცნება რაღაცა იმას რაღაცა მასროდებს ხო რაღაცა ქარდებს დებენ და მე მაგაზე კიდე კომენტარებს აკეთებენ მაგას გეუბნებით ეს პოლიტიკური პროცესია ვერ ქმნიან პოლიტიკურ პროცესს და ამ მდარი ხარისხის რაღაცა ვითომ პიარ რაღაცა იმას ნაბიჯებს ვთავაზობენ ანუ მე სწორად გავიგე იქ სადაც მერობის კანდიდატი მაგალითად იქნება თქვენი პარტიიდან ვიცე-მერობის კანდიდატი შესაძლებელი იყოს ლელოდან არა პარტიულობაზე არა ლაპარაკი არა პარტიულობაზე არა ფორმებზეა ლაპარაკი ვშელობთ რომელი უფრო შედეგიანი იქნება და თავარი ჩვენი
ამოსავალი წერტილი, რითაც ვიწყებ მსჯელობას. არ არის ჩემი პარტიის ან ლელოს მხრიდან მათი პარტიის ინტერესის დაცვა. მთავარი არის ისეთი კანდიდატი შევარჩიოთ, რომელიც მაქსიმალურად მეტი ამომრჩევლს გულს მოიგებს. ხომ არის მაგალითად ვიღაცა, რომელიც ამოცანა. არა, რა თქმა უნდა, ხა იოლი რა არის? იოლი არის უსაქმურობა.